რეგრესიისთვის. იმიტომ რომ ჩვენ შედეგად ვიღებთ რას მიღებული უკვე შედეგად. რომ ადამიანი არის მრევლის წევრი, ასრულებს რიტუალებს, ასე ვთქვათ, საიდუმლოებებს, ზედმიწევნით, მაგრამ სოხელეობრივად ზოგი არის იუნგის მიმდევარი, ანუ ადამიანის სულს ხედავს როგორც იუნგი წარმოუდგენდა, ზოგი რა თქმა უნდა ჯერჯერობით, ზოგი გელშტალტი და ამის შემდეგ. რეალურად ეს ყველაფერი ზოგი ენერგეტიკა, რომელიც ოკულტიზმის მიმართულებით დაფუძნებული და ჩვენ შედეგად რა გვაქვს? ყავს მრევლი, რომელიც ეკლესიის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ სწავლებითი კუთხით, სოფხედველობრივად ეს ადამიანი ისე აზროვნებს, როგორც თავაზობს ესა თვის ფსიქოლოგიური სკოლა. ეს პრობლემატიკა დამახასიათებელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. საბერძნეთმა ამას თავის დროზე უპასუხა, ამიტომ როცა რაღაცას მე გთავაზობთ წერილები რამოდენიმე ეპისკოპოს საპატრიარქოში, იმიტომ რომ ეს საკითხი რეალურად დადგა და მე დავიწყებ თემის შესწავლა. ამის შედეგად იყო, რომ აი აქ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ეს ანთროპოლოგიის ცენტრი. დაუკავშირეთ უკვე ვისაც ეს თემა ხავლილი იქნება ბერძენ თეოლოგებს, თქვენ შეიძლება იცით, რომ არსებობს მიტროპოლიტი გიორგიოს ბახუზი, რომლის უამრავი წიგნებია, მიტროპოლიტი და თანაფსიქოლოგია არის, ქართულადაც ითარგმნა მისი წიგნი. აი მეუღლე სტეფანის მეგობარია შეიძლება ითქვას ჟან-კლოდ მარშე, პროფესიონალი ექიმი, ფსიქიატრი, ასევე თეოლოგი, რომელიც ათონითაზე გაიზარდა და საქართველოში წყალდა მეუღლეს ჩამოყვანილი ჟან-კლოდ მარშე. რუსეთში უამრავი სკოლები არის ამ მიმართულებით, ქრისტიანული ფსიქოლოგიის კუთხით და ეს საკითხები პასუხგაცემული. საქართველოს რეალობაში, საქართველოს ეკლესიაში ჯერჯერობით ამაზე ასეთი კონკრეტული პასუხი არ გაცემულა, თუ არ ჩავთვლით მეუღლე სტეფანეს, აი ამ ორგანოებს სამუშაოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩვენაცემმა თხოვნებებს მოხდა იყო ამ თემის პრეზენტაცია. ეს დარჩება ცალკე ავტორის ნაშრომად, თუ მას არ მიეცა რაღაც კონკრეტული სრულობა, შეიძლება ითქვას და აი ამ ხელნაწერში შეიძლება წიგნები ვერ წაიკითხოს პირმა, მაგრამ ერთგვერდად თუ არ დაიწერა რა არის ქრისტიანული ფსიქოლოგიური ხედვის ძირითადი კონცეფცია, ხომ სამწუხაროდ მე აქ ახლა ამ საზოგადოებაში არ გავახმოვანი იმ თემებს, რომ ეკლესიის სივრცეში განსხვავებულ პირებში არასწორი ეს ფსიქოლოგიური სკოლა დამეჭირდა. რაც შეიძლება კანონიკის მიხედვით 7-9 ამ საკითხს ჩვენ პასუხობთ, მაგრამ პასუხს ვერ გავცემთ. ვერც მე და ვერც სხვადასხვა გენერალ გეოლოგიის წიგნი, თუ არ იქნება ოფიციალური ხედვის დაფიქსირება, რომ არ შევიდნენ შეცდომაში ჩვენი ეკლესიის მრევლი. აქვე ვიტყვი, რომ თვითონ ათეისტური მსოფლმხედველობის ადამიანისათვის, თქვა ადამიანი ათეისტი არ არის მოცნე ადამიანი. მისთვის ფსიქოლოგია ხომ აი ეს მიმართულებები ზოგს ენერგიასთან, ზოგს გეშტალტებასთან, ზოგს კიდევ რამოსთან, ეს მისთვის რელიგია, რელიგიის შემცვლელია. შეიძლება მისთვის ეს როგორც ჰაერი ისე აუცილებელია. ამიტომ იმას შეიძლება ეს ვერ წაართვა და არ გამოვართვა. იმას ჯერს თავში ვერ უნდა შეიძლება ეშოროს თუ გახდეს მოწმე და ქრისტიანი. თორე ის რომ ეხლა აი ეს ფსიქოთერაპიული სკოლები, რომელიც მრავლად არის განვითარებული საქართველოში, შეიძლება მათთვის ერთგვარ რაღაცის სასიცოცხლო წყაროსას კი წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ იმას უნდა გავცეთ პასუხი, რამდენად ეს ეკლესიისთვის მისაღებია, რამდენად ეს მრევლისთვის მისაღებია, რომ თუ მოძღვარმა ვერ უშვება, ადამიანის ერებმა ვერ უშვება, იმას ფსიქოლოგიური სკოლა უშვება, ის ამაზეა პასუხგაცემული. აი აქ არის შეიძლება მე რატომ გავხდები რაღაცა, აი მე რატომ გავაკეთე ასეთ შესწავლებს, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება მომისმინოთ ამ კუთხით. და წავიდეთ ჩვენ პრაქტიკულად საკითხის გადაწყვეტაზე. ჩვენ მოსანილი კი გვაქვს, მაგრამ ის არის როგორც ბატონო დესოხო სამეცნიერო კუთხის, რომელიც კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგს აღიქვეს. ჩვენ ვუყურებთ ამას. მადლობა, ბოდიში და ძალიან აი ამ კუთხით რომ დავიწყდეს. ჩავერთე, რომ ამ წიგნში არის ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ასე იგი გუსტავ იუნგის შესახებ მოყოლი თავის მიერ მოყოლილი ამბავი. იუნგმა მოყვა ასეთი შემთხვევის შესახებ. მასთან მივიდა ქალი, რომელმაც ფაქტიურად ვერ მონახა გამოსავალი თავის ცხოვრების გამო, რაც დაემართა ცხოვრების დროს და ამის შესახებ მოყვა იუნგს. That's right. თავის ერთი ბიჭი მოწონდა ორ ქალს.
ის ესე იგი მისი ესე იგი მეგობარი ქალი გათხოვდა ამ ბიჭზე და მე იმათ ოჯახი ქონდა და ამ ქალმა მეორე მოწამლა ეს თავისი მეგობარი და ამ მოწამვლის შედეგად დაეუფლა ამ კაცს. მე რაც მოხდა ის იყო ყველაზე მთავარი. ანუ ეყოლა შვილი და ეს შვილი გაექცა, ის კაცი გარდაიცვალა. მე მის ცხოვრების მანძილზე რაც კი ხდებოდა, ეს იუნგი ყვება ასე მომიყვავდა, ესე იგი ცხენებთან და ანუ ადამიანი აღარ ურთიერთობა და ამ ქალთან. მე უკვე ცხენებთან იფიქრა რომ აი რაღაცნაირ ჯირითობით და რაღაც ამით გაითობოდა ვერც იქ ვერაფერ ცხენი არაჩერებდა თავის ესე იგი ამ პატრონს ხოდა ფაქტობრივად განვალდა რამდენჯერმე მე ძაღლებთან დაიწყო რაღაცა მეგობრობა ვინმე მაინც უნდა რომ ვინმე მაინც ან რამე მაინც ყოფილიყო მის გვერდში ეს ძაღლით პარალიჩი დაემართა ძაღლს ხოდა ბოლოს ნუ ესე გაოგნებული და ასე დეპრესიაში მივიდა ამ იუნგთან აელაპარაკა იუნგს და იუნგი ამბობს რომ მე აღარ ვიციო მე ამ ხალხს რა მოუვიდა ბოლოს რა გააკეთა ეს მომიყვაო და ანუ ფაქტიურად როგორ და ღდას ვერ ეუბნეოდა იმიტომ რომ მას არ ეძებოდა და მე ამირჩიაო და ანუ ფაქტიურად როგორი მაგალითია უყურეთ რომ ესე მივიდა ფსიქოლოგთან ფსიქოლოგმა რაღაცეები უთხრა მე რა მოხდა აღარ იცის და ფაქტიურად ისეთი ვითარება რომ ეს ხალი რა დაემართა ამ ხალხს იუნგისთვის არ არის ცნობილი. ახლა შევხედოთ თქვათ სასულიერო ცხოვრებაში, რომ უფალმა დაადგინა აღსარების თქმა. ხო, იმისათვის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს ცოდვებისგან. ანუ ფსიქოლოგს რო აირჩევ, ფსიქოლოგი ბოლოს შერამოგივიდა არის. მოძღვართან რომ მიდიხარ, ნორმალურ მოძღვარზეა ლაპარაკი, საიდუმლოება არის მთავარი, ანუ ის მიერ მოცემული სასულიერო პირზე მადლი განსაზღვრავს ამ ადამიანის მდგომარეობას. ესე თუ ის სულიერად სწორად მოქმედებს აღსარების გაბარება და ასწავლებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოძღვარი ამას ყველაფერს ასე ვთქვა, ისევ ის მიერ აღებულობს, როგორც არის ეკლესიური წესი, არა როგორც გარეგნული წესი, არამედ როგორც თვითონ საიდუმლოების არსება. მაშინ ხდება რა ის როგორ არის ის ქალი კი არ არის მიტოვებული, არამედ უკვე არის მაგალითად ამ შემთხვევაში აქაც არის საკითხი რა უნდა ქნას მოძღვარმა წავიდეს და პოლიციაში განაცხადოს ამ ქალმა ეს ჩაიდინა ხო არა ვითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანუ რა უნდა იყოს ამ ქალს უნდა მიეცეს გარკვეული მიმართულება რომ თუ უნდა გათავისუფლდეს ხო ამ ყველაფრისგან მხოლოდ ის რომ შენ აღსარებაში ეს თქვი ეს არის პირველი ნაბიჯი მაგრამ შენ ამისთვის საქმე ღირსი სინანულისა უნდა გააკეთო ეს საქმე ღირსი სინანულისა არის უკვე შემდეგი ეტაპი რომ შენ დაიტოვო ის და რაშიც ხარ პასუხისმგებელი უნდა თქვა ამის შესახებ თუნდაც ციხეში აღმოჩნდე ამისგან მაგრამ ეს მოგწონს შვებას და აქედან გამომდინარე რომ ავიღოთ ჩვენ აი ფსიქოლოგიური მიდგომა და ქრისტიანული მიდგომა ანუ აქ არის როგორ საიდუმლოება უფალი იფარავს და საიდუმლოების შედეგად უკვე ფაქტიურად მოძღვარის და თვითონ პაციენტის ამ შემთხვევაში ხო უკვე თავისუფლდება ცოდვისგან არა მხოლოდ იმით რომ თქვა ამის შესახებ არამედ ეს კიდევ საჭიროებს დამატებით მოქმედებას ეს არის საქმე ღირსი სინანულისა რომელიც ასევე თითქოს არის შენდობის ლოცვა და ყველაფერი ეს მოქმედებს და ადამიანი თავის თავს ზემოქმედ გამოსწორებისკენ მიისწრაფებს და მოძღვარს არ შეიძლება კონდეს ასეთი დამოკიდება არ ვიცი მე რა მოხდა იმ ხალხთან მე რომ მომიყვა ეს ამბავი ანუ უნდა მიყვა და რა მოხდა შემდეგ და შემდეგ ესეც მოძღვრის აუცილებლად
აი მე ვამბობ ამის შესახებ რა განსხვავება ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგის მოქმედებას შორის და ქრისტიანული მოძღვრის შორის რა განსხვავება და რა მსგავსებაა მოვიდროს იმიტომ აღსარებას რომ ადამიანი ამითი თავისუფლდება გარკვეულწილად, მაგრამ სიტყვა მხოლოდ არ ყოფნის საქმეც არის საჭირო. მიკროფონი თამაში. იდეაში მოხდეს ჩვენ გვინდა ეკლესიის შიდა სივრცეში ჯერ რეკვესტ რაღაც რეკომენდაციები ვიცით ჩვენ სიმღერებს დამოკიდებულება ქონდეს ამის დაკავშირებით. ამიტომ მე უფრო სამოგილი წიგნებია უამრავი სხვა მასალა არის რაც წარმოადგენს არა, მე ვიცით, მე უკვე თვითონ გამოსვას კარგად ვიცით, რომ თავის ისტორიაში დაგჭირდა. არა, ეგეც ჩვენთვის არის და ეს იმისთვის არის, ხო? ჩაი. დაუშვებელი არის და დღეს ინცესტი ბუნებრივ მოვლენად ხდება. იმიტომ რომ ფროიდმა ის გამართა და ყალბი ეს ისი ოიდიპოს კონკურსი შექმნა. ნუ დაარსებდა ოიდიპოს ბუნებას, ასნესიერებას, ხოლმე დაცემულ ბუნებას ემსახურება. ის გამართლებს. აი ეს აყენებს ზიანს ახალგაზრდებს. ეხლა ადამიანი შეიძლება დასრულებულში ჩნდებოდეს სხვადასხვა ბუნებები და არ იყოს ეს მართებული, მაგალითად ისე დაუკვირდით. სება გეუბნება პატივեց მამაშენს და დედაშენს და ფროიდი ამას არ არის ბუნებრივი, შეიძლება ვიც დედასამოდეს შვილს და მამას თავის განშვილს. ეს არის ხმის ცნობიერებას, ეს უყურს ადამიანს, აღარ არასოდეს. და რაც ფაქტობრივად იგი თავისი მეგობარი ოდნავ რომ ის ქართანი ცხოვრა ის არ გამოვიდეთ და აირებ ის ცხოვრება. ასე იდება ცხოვრება საზრდოების. რადგან პიროვნებიდან თორემ არა
საშუალო არის ონტირებული საკუთარ დამზადებაში, ფიჩერისტებაში და საზოგადოებრივ სხვადასხვა ურთიერთობებში. ვით არის შესაძლებელი ღვთის გავსების მიღწევა. აბა პირველად ქრისტიანობა ჩვენ დიდ მართლში და პროგრამში რეგულარულად ვამბობ რეგულარულ ლოცვას. რას იკობს ბოლოს. უმოჭი განსაკუთრებით ცუდოთა არა განსაკუთრებით ჩემის. განსაკუთრებით ცუდოთა შეიძლება მაშინ როდესაც შენ საზომი ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების ცნებები ქრისტიანული და ეს ორიენტირებული არის დღესასწაულში დავიწყებული იგნორირებული არამეცნიერული ადრეული ესეთახული ადამიანის როლს მის კეთილშობილებას განვითარებას მასში და მომოწყოლებაში მის ცხოვრებას. არა მარტო ამ ქვეყანაზე, მომოწყოლებაში. და მომოწყოლებაში უარყოფს ფროიდის ამ საკითხით არ ინტერესდება. გარდაუში რა დაემართება და თვითონაც ფაქტურად გამოიყო. მას დაიწყო ტკივილები თავში, აუტანები. როერეთ გამოჩვენილი და მას შეიძლება დოზა მიიღო და აი ეს უნდა ვიცოდეთ ვინ იყო ეს ადამიანი და მისი დაზიანებული ფსიქიკიდან მიღებული მოწყობა რამდენად დაგისაბები. ესე და მეორე ის შეთავაზოთ სხვა პრაქტიკულად შეიძლება. ჩვენ ამ პარლამენტის გამო განვითარებული ყველას და ჩვენ თავი ყველაზე უკეთესია და მათ გეუბნება მომენტი განსაკუთრებით ცოდვათან და არ განსაკუთრებისა. აი ეს სულ განსხვავებულია ქრისტიანული მოწოდება ადამიანისა, რაც მის გაკეთებაშივე ცახურება, მის მოთხოვებას და მის ურთიერთობას საზოგადოებასთან გარშემო ადამიანთან სულ ურთიერთობას ორიენტაციას. აი ეს ორიენტირების შეცვლა საზოგადოებაში შესაძლებელია სწორედ ასეთი საუბრებით, ლექციებით და შესაბამისი ინტერვიუების გავრცელებით და ვფიქრობ, რომ ეს მოდულები უნდა მომზადებული იყო ფსიქოლოგიურად ამ პროცესს მოვა და ადამიანთა თავისუფლების შეუქმნება აკრძალულია არ დაიწყო გამოძიება დეტალების ეს როგორც რომ ეს თვითონ მოძღვარეს მოქმედებს ისიც ზიანდება იქ დაეხმარება რომ გამოვიდეს აქედან და აი სამკურნალო რეკომენდაციები ამ შემთხვევაში თვითონ ცოდვასთან მიმართებაში რომ მოიცვა რამდენი როგორი ორიენტაცია მიიღოს აი ეს პრაქტიკულად იზრდება ყველა მოხდოს ვინც და ახშერა შეიძლება თორე შეიძლება დაზიანდეს და სხვა დაზიანდეს მე ამ დავშვი დიდი მადლობა უპირატესად მასში თხოვთ რომ კიდევ ხაის გადავიწყოთ კამერა ეში განსაკუთრებით სამეცნიერო პრაქტიკული ოპერაცია რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგი და მე ყველაფერი დაესწრო ამ თემას ყველაფერს შევარყობინებთ უპირატესად დიდი მადლობა მეუბნების მეუბნეიონეს რაღაც მაგალითის კონგრესის ეკობა რომ ვეცადეთ ეს არის მართლა პრაქტიკული და საჭირო თემა არ არის ეს რიგით სამეცნიერო კონფერენცია სამეცნიერო პრაქტიკული იმიტომ რომ ჩვენ აი ერთმანეთს უზიარებთ პრობლემატიკას და მე იქნებ ერთიან დოკუმენტამდე ეს კი არის საერთოდ ახლა მომავალში მივიდეთ თამარ შეიძლება მე მინდა გავაგრძელო ის აზრი, რომელიც შესაძლოა წინა შეხვედრაზე მე შევეხე ამ საკითხს. მე მაშინ
მივაქცია ყურადღება თქვენი და პირადად მეც შეიძლება ითქვას ამაზე ფიქრობდი და მეჩვენებოდა აქტუალურად, რომ ჩვენ როდესაც ვიცხოვდეთ განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნეში ვიცხოვდეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარეშე და ეკლესიური დამოუკიდებლობის გარეშე. გარდა იმისა, რომ ამან დააქვეითა საზოგადოების, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური ცნობიერება და ამის შესახებ რასაკვირველია ესეთი დიდი წმინდანი, როგორც არის ილია მართალი, ის პირდაპირ ასე როგორც დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველები გოდებდნენ და გლოვობდნენ, აი ესე გოდებდა და ამბობდა, რომ არ ვიცით რანი ვიყავით, ვერ ხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებთ. ანუ ერმა დაივიწყა თავისი ვინაობა და პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი გამოსავალი დღეს არის დაცემული ვინაობის აღდგენა. ესე იგი, უნდა აღდგეს ის, თუ ვინ იყავი შენ, რა არის შენი ცნობიერება და უნდა გაიხსენო ეს შენი ცნობიერება. და სწორედ ამ გზას, ამ ცნობიერების გახსენების გზად იგი სახავდა ისტორიის გახსენებას და ამაზეც ასე ამბობდა. ერის გადახსირება იწყება იქიდან, როცა ის თავის ისტორიას და მის გამოცდილებას ირიცხებს. აი გავიდა 2 საუკუნე. მე-20 საუკუნემ ასევე ძლიერად დააზიანა ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ღვთის სასწაულით, რასაკვირველია, ისევე როგორც ილია გამოაჩინა ღმერთმა აკაკი, ვაჟა, იაკობი და სხვა მათი თანამოაზრენი, ანუ ღირსეული მამულიშვილები, ასევე მე-20 საუკუნეში არაერთი ღირსეული მეცნიერი და კულტურის მოღვაწე გამოაჩინა ღმერთმა, აქ უკვე იყო საუბარი გაბრიელ კიქოძეზე, ესე იგი დიმიტრი უზნაძეზე და სხვა დიდი მეცნიერები, რომელთაც აი აქ ისიც იყო ხაზგასმული ძალიან მნიშვნელოვანი შეფარულად, იმიტომ რომ პირდაპირ ამის ასე ვთქვათ გადმოცემა შეუძლებელი იყო, ძალიან დიდი წრეხის ქვეშ იყვნენ ჩვენი მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები, შეფარულად ცდილობდნენ აი ეს ეროვნული ღირებულებები და ცნობიერება რაღაცნაირად თვითონაც გაეაზრებინათ და ეს გამოეცა თავის შემოქმედებაში. ცნობილია, როგორ წრეხის ქვეშ იყო ჯავახიშვილი და ის ვერ გამოქვამდა თავის თუნდაც წამს და ლეგენდად გამოაცხადა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა საქართველოში და თვით წმინდა ნინო შემოსვლაც კი საქართველოში. აი ესეთი წნეხის ქვეშ იყო მაშინდელი ქართული მეცნიერება, ჩვენი კულტურა და რა მინდა ვთქვა, რომ ამ კომუნისტური რეჟიმის დროს ბუნებრივია საღვთისმეტყველო განათლება თვით მეცნიერებისთვისაც არ იყო ადვილად მისაწვდომი, უბრალოდ აი ფიზიკურადაც არ იყო საშუალება ლიტერატურასთან ურთიერთობის და აი ისევ და ისევ რაც მათ შემოქმედებაში კულტურის სფეროში თუ მეცნიერების სფეროში რაღაცა აი ესეთი ჭეშმარიტება იყო, აი ეს მართლა თისგან იყო რაღაც ალბათ უფლის კარნახით იყო და მათი აი პირადი რაღაც დიდი გენეტიკური მეხსიერებით იყო, აი მართლმადიდებლური სული, რასაც ქვია, მაგრამ ეს ერთეულებში იყო, მაგრამ უმრავლესობაში და მით უმეტეს საზოგადოებაში გარჩევა იმისა, თუ სოფლიოში არსებული სამეცნიერო პროცესები, განსაკუთრებით მაინც მოხდელობრივი საკითხები, როგორიც აისახება ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, რომ ეს რამდენად მიუღებელი იყო მართლმადიდებლობისათვის და ჩვენი ბუნებისათვის უცხო, ამის გარჩევა მაშინ ძალიან ძნელი იყო. ძალიან ბევრი ქართველი, ესე ვთქვათ, ღირსეული პიროვნება შეიძლება სამშობლოსათვის თავდადებული, მათ მაგალითად შტაინერიზმის მიმართ არ იყო გულგრილი და რაღაცა ვთქვათ, აი თემას, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად
დადებითად თუ პოზიტიურად და შიშს არ იწევდა ეს თემა. და არა თუ ერთი, მრავალი სხვადასხვა მიმართულებები, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და აი თან იცით როგორი იყო აი ამ საბჭოთა კავშირის დროს განსაკუთრებით. აი რჩეული ადამიანები იწოვდნენ ყველაფერს რაც იყო დასავლურ სამყაროში, რომელიც ახლა საბჭოთა კავშირთან შედარებით აღიქმებოდა როგორც თავისუფლების სამყარო და გარკვეული თვალსაზრისით რასაკვირველია იქ არ იყო ესეთი ფიზიკური წნეხი, მაგრამ იქ იყო და არის უამრავი რამ ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, კულტურაში და ნებისმიერ სამეცნიერო დარგებში, რაც უბრალოდ მართლმადიდებლურ ცნობიერებას, სწავლებას ძალიან დაცილებულია. და აი ხა წარმოიდგინეთ, ჩვენ დამოუკიდებლობა არ დგა, ჩვენ ესე ვთქვათ, შეგვიძლია რომ აღვადგინოთ რა თქმა დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ესე ვთქვათ, ვისი გორისავართ გავიხსენოთ და ჩვენი გზა გავაგრძელოთ, ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზა. მართლაც ახლა საოცარი მართლმადიდებელი ერი ვართ. ჩვენთან არ იყო მწვალებლობა, ხო? აი ყველა ბერძნულენოვან სამყაროში, რუსულენოვან სამყაროში რაღაც მოსკოვში მწვალებლობები შეიძლება ისეთი აქტიურად არა, მაგრამ აი ეს სქიზმა იყო, ხო? და რაღაც აი ძალიან დაცული ვიყავით. და აი ამ ორმა საუკუნემ, რადგანაც საფრთხისმეტყველო ჩვენ მოგვწყვიტა ჩვენ საფრთხისმეტყველო ცოდნას, აი ამ თელ სივრცეს უკვე ჩვენ განურჩეველი აღმოჩნდით სხვადასხვა სწავლებების მიმართ, შიში აღარ ქონდა რომ ჩვენ და არადა მართლმადიდებლობის ყველაზე დიდი ცოდვა არის მწვალებლობა, როდესაც ჩვენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ამახინჯებ და წდები ჭეშმარიტ სარწმუნოებას. იგი შენ ღმერთთან აღარ მიდიხარ. ამას იცავდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. რუსულ პრესისკებაში არა განცეთ ჩვენ სიკადულო მართლმადიდებლო არა გიცრუნო ჩვენ ხო და აი ეს ერთგულება ეს ეხლა უბრალოდ ეს ერთგულება რომ დაკარგულია ეს არ არის გაცნობიერებული და მე ვფიქრობ რომ აი ეს ჩვენი ამოცანა რასაკვირველია ეკლესიის მსახურების მეცნიერებთან ერთად რომ ეს როგორც პრობლემა როგორც აქტუალური თემა დავსვათ და ვთქვათ რომ არაფერი არ შეიძლება ასე გაფილტრის გარეშე მივიღოთ. თუმცა გაფილტრით ანტიკური ფილოსოფია მიიღო მართლმადიდებლობა. გრიგოლ ხანძთელიზე იყო ნათქვამი, რომ ის განათლებულესი ადამიანი იყო და ჯერ ყვალს გააგდებდაო და რაც იყო, ესე ვთქვათ, ღირებული იმას ღებულობდა. ანუ ყველაფრიდან შეიძლება რაღაცა მივიღოთ. რაღაცა მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი მიღება შეიძლება და რისი მიღება არ შეიძლება. ანუ არსებობს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სწავლება და მასზე დაფუძნებული მეცნიერება და კულტურა და არსებობს კულტურა და მეცნიერება, რომელიც არამართლმადიდებლურ ცნობიერებაზეა დაფუძნებული და შესაძლებელია იქ იყოს რაღაც, აი მე უკვე სტეფანე საუბრობდა, რომ აი რაღაც არის, ვთქვათ, საერთო ფსიქოთერაპევტთან და მოძღვართან მისვლა. შენ შვებას ღებულობ, როცა თერაპევტთან კი არა, შეიძლება მეგობართან რომ მიხვიდე და რაღაც შენ გულის ტკივილს შენ იმას რომ მოუყვები, რაღაც შვება იგრძნო, ხო? და მით უმეტეს ახლა თერაპევტი რომელსაც შეიძლება რაღაც შევაშეულია მოხდეს და ეს რასაკვირველია, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ აი რაღაცა კარგი უნდა მივიღოთ და რაც უკვე სახიფათოა, იმას უნდა განვიდოთ და სულ ცოტა სანამ ჩვენ შევძლებთ ახლა ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგევართ. ასეთი ზღვა ინფორმაცია მსოფლიოში. თანამედროვე ადამიანი დაწაფებულია ამ ცოდნას. ყველაფერი აინტერესებს. ეხლა აი ყველაფერში როგორ ესე იგი პირველი ალბათ რაც უნდა გავაკეთოთ, გავაფრთხილოთ რომ კი თუ რამე მოგწონს, მაინც მოაჩქარდები, იკითხე მეცნიერთან მიდი, მართლმადიდებელ მოძღვართან მიდი და აი ეს ჩვენ ამაზე უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართულ მეცნიერებთან ერთად შეაფასოს
სოფლიოში არსებული პროცესები სამეცნიერო სფეროში, კულტურის სფეროში, განსაკუთრებით სამხედროებრივი თვალსაზრისით და დაანახოს ჩვენ საზოგადოებას, რისი მიღება შეიძლება და რისი მიღება არ შეიძლება. და დღეს რაც ხდება საქართველოში, აი ეს ველვარება, ეს დაპირისპირება, ეს სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები მოწყვეტილი არიან აი ამ თქვათ საფუძველს, ფესვებს, რომელიც გვაერთიანებდა. თუ აქამდე პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვიყავით და რაღაც აი საკითხებზე შეიძლება რაღაც ვერ თანხმდებოდით, ეხლა ჩვენ კიდევ უფრო რთულია, ჩვენ გავდივართ მართლმადიდებლური სივრციდან და კიდევ უფრო ძნელია აი ადამიანთა შორის ერთსულოვნება და ხალხი ერთსულ ამას იმეორებს, ერთსულოვნება და აი ეს ისევ და ისევ მე მგონია ეს ერთადერთი რომ ეს გაფრთხილება პირველი და ძალიან აქტიური მუშაობა სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამაში. ეს სპეციალურად ეს ინსტიტუტები უნდა ანალიტიკური ცენტრები უნდა შეიქმნას, რომელიც აი ამ ასე შეაფასებს სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თუნდაც პოლიტიკურ, თუნდაც ეკონომიკურ და მით უმეტეს სამხედროებრივ მართლმადიდებლური სწავლების შუბლზე. აი ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მეუფე დეკანოზე ბიძინა გუნია ქრისტიანული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი არის ჩვენ ეკლესიაში. იმდენი წიგნი აქვს ამა ბიძინას, რომ მეგონი რა ბიბლიოთეკაში არის ჩვენ ანთროპოლოგიასთან დაკავშირებით. მოკლედ მოგახსენებთ, რომ 1973 წლებში მე ხოდა ბედნიერება მესწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ერთო მოხარულება, მეცნიერება საშუალება ჩემი მოგზაურული აზრით დავაფიქსირო ბატონი გიორგი ანრიაძის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, დავუთხრათ ახალგაზრდობას როგორ განვუმარტოს მას სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მიმდინარეებს შორის, რომელი ამართებული და რომელი არ ამართებული და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვყოფებით, ჩვენ წინაშე დავბედავდა ჩემს მოკლე გამოსვლას ერთი ალგებრული განტოლების წარმოშენით დავწერე. წარმოსახვით დაფაზე დავწერ ესეთ განტოლებად საციფრში x-1 უდრის 0-ს. ძალიან მარტივი ამის ამოხსნა პასუხი არის x-1. ამ ტოლობის მარჯვენა მხარეს მე შემიძლია დავწერო 0-ის ნაცვლად რიცხვი 5 10 და ასე და ამოხსნა ძალიან მარტივია ერთუცნობიანი განტოლების. მაგრამ მოდით ასეთი რამ გავაკეთოთ. x-1 უდრის აქეთ არაფერი არ დავწეროთ. ამ განტოლებას არც არის განტოლა ამონახსნი არა. ანუ ისე თქვა მინდა ალგებრიდან თეოლოგიაზე გადავიდეთ, თუ ადამიანმა ცხოვრების საზრისი არ იცის, მისი საბოლოო ხვედრი და მისი გარდაცვალება რომ არის მარადიულ ცხოვრებაში შობა და თუ ეს საკითხები არ იცის, ის ვერ გაერკვევა ვერაფერში, აუცილებლად აცლება გზას და ის ფატალური შემთხვევები, რაც მეუფეებმაც მოყვეს და თქვენც ბრძანეთ, სახეზე იქნება ყოველთვის. ანუ რა, ამ წიგნს მე ვაფასებ ძალიან მაღალ დონეზე, ორი სიტყვით. ეს არის ძალიან ძლიერი ცდილობა ფსიქოლოგიის მეცნიერების სწორ სააზროვნო სფეროში შემოყვანისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ნიშნავს ეს სწორი სააზროვნო სფერო? სწორედ იმას, რაც მოგახსენებთ, ძანებს უფალი ამ მიმართულებას ვექტორს გვიჩვენებს, ერთ შეგონებას გავიხსენებ სახარებიდან, ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველი ეგრე შეგეცდო თქვენ. ანუ თუ ცხოვრების საზრისი არის სასუფეველის დამკვიდრება და ეს კარგად მესმის, მაშინ ყველანაირ განსხვავებულობას და თეთრს და შავს იოლად გავარჩევ. ცოტა ოდნავ ჩავუმაღლდები, მართლმადიდებლური ეკლესია სრულად ფლობს ცოდნას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ცოდვით დაცემამდე ადამი და ევა. ეს იყო საოცარი ამაღლებული მდგომარეობა, რომელსაც ახლა არ ჩავუმაღლდე ძალიან შორს წადუმას. ზუსტად იცის მართლმადიდებლურმა სწავლებამ, თუ რა დაემართა ადამიანს ცოდვით დაცემის შემდეგ
თუ რაში მდგომარეობს ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება, რომელიც ძალიან გასაგებად მოკლედ ვიტყვი, აღადგომის დღესასწაულში და 12 დღესასწაულში არის წარმოდგენილი და სრულად წარმოაჩენს საღვთო ამშენებლობას ადამიანთა ხსნისათვის. თუ ჩვენ ეს მსმენელამდე მივიტანეთ და გავაგებინებთ, რომ ადამიანი რო გარდაიცვლება, აქ კი არ მთავრდება ყველაფერი და მისთვის მთავარი ამ ქვეყნიური წარმატება კი არა, მარადიული გვირგვინის დადგმა გახლავთ. ამიტომ არის წამსის მე-11 წევრი კაფეოდ გვეუბნება. მოველი აღდგომასა მტრეთით და მე-12 დასხოვრებასა მერმისა მისაუკვნის 3. ასევე მართლმადიდებლობამ ზუსტად იზის პასუხი, თუ მტრეთით აღდგომის შემდეგ როგორი სხეული ექნება პიროვნებას, რა მდგომარეობაში იქნება ის ადამიანები იქნებიან, ეს ადამიანები, რომლებიც უფლის მარჯვნივ საშინელი სამჟავრო შემდეგ დადგებიან და უფლის მარცხნივ. ანუ ჩვენ მთელი საქმე ეს არის, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ცხოვრობთ აპოკალიფსურ დროში. ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარ, შემოვიდა ასეთ ტერმინს, ჩვენ ცხოვრობთ ევქარისტიულ დროსა და სივრცეში. ანუ ფიზიკოსები წარმატებით იყენებენ ფიზიკური დროისა და სივრცის მოდელირებას, გასაგებია კოორდინატთა სისტემები უამრავი და ეს მართებულია, გასაგებია, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბიოლოგიურ განზომილებაზე ადამიანთა ფიზიკურზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ყველას მობილურში საათი გვაქვს და ყველა საათი თანაბარი ციკ-ციკით მიდის. ეს არის ფიზიკური დროის აღქმა და ბიოლოგიური ის არის, რომ ჩვენი გული განსხვავებულად ცემს. ჩვენ სხვადასხვა ბიორიტმები გვაქვს და ორივე მიმართულების დასკვნა ესეთია, რომ ეს თურმე ქვეყანაში ფიზიკური მოვლენები არ არის დამოკიდებული ადამიანის ცნობიერებაზე. ასევე ლაპარაკობ ბიოლოგიების, ეს შეგვიძლია შემდეგ თემატურად გავშალოთ აქ არის და სწორედ ჩვენ ცხოვრობთ ევქარისტიულ დროსა და სივრცეში, სადაც განკაცებული ღმერთი ყოველივეს აღასრულებს, იგი აღასრულებდა ამას განკაცებამდეც და განკაცების შემდეგ წმინდა სამება ერთარსება და აი ამ ჭრილში განიხილება ყოველივე. კითხვა დავსვათ. ბუნებრივი პროცესების და მოვლენების და ფიზიკური და ბიოლოგიური რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით რამხელა დამანგრეველი ძალა ბუნების მოვლენებს, თუნდაც შობი გავიხსენოთ, თუნდაც თბილისში წყალდიდობა, მაგრამ აღმატებულია ხარისხობრივად ლოცვის ზალა და კურთხევა. უამრავი მაგალითია სახარებიდან, ახლა საზოგადოებას აღარ დავდივთავ, ასე რომ სწორედ ამ გზით, იქ სადაც ევქარისტიური და დრო და სივრცით წარიმართება ყოველივე ყველაფერი თავის ადგილას ვარდება, არასდროს მსოფლიოში მიწაზე სასუფეველებს გავსი მდგომარეობა ვერ მოხდება და ჩემს საქმეს დავასრულებ აი მთავარი, რაც მისმა უწმეს რომ თქვა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მოვლენების სულიერი აღქმა. მადლობთ. ამამინიას ხოთ Πολιτική αγωνιστική μάρκετ. Πογεσάλες πέρα. Λέτε τώρα άκου στο διάστημα πατών Γιώργης Χέναραστες კონფერენციის მეორე თემა ეს არის ხერხვა სწავლისა მართლმადიდებლური ქრისტიანული ფსიქოლოგიის. ანუ პროგრამა ფაქტიურად, რომელიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ალბათ ჩემის აზრით და ჩაშვებული უნდა იყოს სასწავლებლებში. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევა კონკრეტული, როდესაც ფსიქოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ასწავლიან თავისი პროგრამებით, სრულიად თავისუფლად და ვიღებთ ისეთ შედეგს, რომ აი ვასილ დიდის მოსაზრებას გეტყვით ამის შესახებ, ის თავის პედაგოგს წერს ლიბანელს, რომ მე შევწყვიტე კლასიკური ლიტერატურასთან კავშირი, იმიტომ რომ უსმენ ელიას და მოსეს, რომლებიც მესაუბრებიან უხეშიენით, რომელსაც მე ვხვეწ და შემდეგ გადამაქვს უცელს. რადგან ეს არის ყველაზე მაღალი ღირებულება. ეხლა აი
წაგიკითხავთ რამდენიმე წინადადებას ის სახელს საგნის, რომელსაც ასწავლიან სასულიერო სასწავლებელში. ფსიქოლოგიის საფუძვლები, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ისტორია, პიროვნების ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდები, განვითარების ფსიქოლოგია, ფსიქოკონსულტაცია, ინკლუზიური განათლება, ქცევის გამოყენებითი ანალიზი, პათოფსიქოლოგიისა და ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები, ფსიქოლოგია და მართლმადიდებლობა. ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევები, პიროვნების ფსიქოლოგია, მრევლი და მოწვეული. აქ მხოლოდ ერთ საგანს ჰქვია ფსიქოლოგია და მართლმადიდებლობა. დანარჩენი აქ თავისუფალი განვითარების ფსიქოლოგიაში თქვენ მოგეხსენებათ ფროიდი ისწავლება და ამას ასწავლიდნენ ძალიან შეფარულად აი ამ სასწავლებლებში. პიროვნების ფსიქოლოგია, მრევლი და მოძღვარი, ეს გამოთარგმნეს აი ეს წიგნი მოვიტანე სპეციალურად, ეს არის იღუმენ პერესტის წიგნი და აქედან იმიტომ მიხარია ბატონ მელქე სტეფანეს წიგნი, რომ ეს სასწრაფოდ უნდა იყოს შეტანილი სასწავლებლებში, რომ აქედან ისწავლონ და არა ამ წიგნიდან. აი ახლა ამ წიგნიდან წაიკითხავთ ეს ფრაგმენტს. შენდობას ვიტყობ თუ ჩემს აზრს მოგახსოვთ თანამედროვე ცხოვრების განვითარება და სულ უფრო მეტად გართულება მოითხოვს ამ სფეროში არსებული ცოდნის გამდიდრებას ახალი მონაცემები მსგავსად ისეთი დისციპლინებისა როგორიცაა მაგალითად ლიტურგიკა ახლად შერაცხილი წმინდანებისათვის ღვთისმსახურების შექმნა ახალი მსახურებების წარმოშობა და არალისავლებს ავტომობილის კურთხევასთან ლიტურგიის შეცვლას ახალი ლიტურგიის შექმნას ავტომობილის კურთხევასთან. შემდეგ ჰაგიოგრაფია, აუცილებლობა იმისა, რომ აღწეროთ ახლად შერაცხილი წმინდანების ცხოვრება, მათი ცხოვრების საფრთხისმეტყველო გააზრების მიზნით, რომელიც გამუდმებულ განახლებას საჭიროებს. ანუ მოდერნისტული შეხედულება. კიდევ ერთ კლასთან ამაზე გაჩერდები. დღესდღეობით როგორც გვეჩვენება წარმოიშვა არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობა იმისა, რომ გავაერთიანოთ ერთი მხრივ მოძღვრის ცოდნა და ძალისხმევა და მეორე მხრივ ექიმი ფსიქიატრისა, გავაერთიანოთ წმინდა მამების გაგება ადამიანის და მისი სულის დაავადებების ფსიქიატრიული სიმპტომატიკის ცოდნასთან. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოფარმაკოლოგიის შესაძლებლობებთან, ეგზისტენციალური ანალიზის ცოდნასთან, გეშტალტ თერაპიასთან, მილტონ ერიქსონის მეთოდთან, NLP მეთოდოლოგიასთან, ოჯახურ კონსულტაციასთან, ჯგუფური ფსიქოთერაპიასთან და სხვა ფსიქოთერაპიულ მიზნებთან. აქედან თქვენ მოგეხსენებათ მილტონ ერიქსონის მეთოდი რა არის, NLP-ს არის მაგია, ჰიპნოზის მოქმედება და ისე იგი ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან ფსიქოლოგიას სტუდენტებს. სამწუხაროდ ასეთი ის არის ვითარება. ამაზე კიდევ აი მოვიტანთ ძველი ჩვენი პატრისტიკიდან წმინდა სვიმონ ახალღვთისმეტყველის მოსაზრებას ნილოს მირონდინარის რომ ნუ გაგიკაცებთ ზედმეტად საერო ლიტერატურა და ფილოსოფია, რადგან ამის შედეგად ადამიანის გონებაში შედის მიწიერი ნათელი, რომელიც გზას უხშავს ღვთიური ნათელის შესვლას. ანუ ცნობიერება ეკეტება ადამიანს და ის ღვთისმეტყველებას ვერ მიიღებს, თუ მოახდო თავს აი ამ საგნებს, რაც მე ჩამოთვალია. სამწუხაროდ ასია და ამიტომ არის ის ხედვა, რაც ბატონმა გიორგიმ დააყენა, აი ამ ხედვის ჩამოყალიბება და მიღება საჭირო ეს ხედვა რომ გახსოვდეს სასწავლებელში, განსაკუთრებით ჩვენ სასულიერო სასწავლებლებში, რადგან ის რომელიც არ არის სასულიერო ჩვენს ეკლესიაში, იმას ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ხოლო ჩვენს სასულიერო სასწავლებლებს უნდა მივხედოთ, სადაც ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ, რომლებმაც უნდა ასწავლონ შემდეგ მომავალ თაობებს და რომლებიც უნდა დაგნენ შეიძლება მოძღვრება. მაგრამ სამწუხაროდ აი ესეთი ფაქტის წინაშე ვდგევართ და ამიტომ ძალიან აქტუალური ის არის საკითხი და ალბათ უნდა მიეცეს ყურადღება ამას, ალბათ უნდა მიეცეს იმ კომისიამ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომელიც ამას ხელმძღვანელობს სინოდში და აი ეს მინდა და მოკლედ მეთქვა ბატონო. მადლობა. დიდი მადლობა მეუფენო. ყველა ის დავარღვიეთ შევაცოხეთ განსაკუთრებით მეუფეები ამდენი დროით, მაგრამ
პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ნაბიჯნარით მივალთ ამ საკითხამდე. ეს ყველაფერი ჩავწერეთ სტუდია სამეცნიერო ჩვენ დიდი მადლობა მინდა უთხრა მართლა რომ მეორე შეხვედრები მესამე შემდეგ კიდე შეიძლება მე უფრო თქვენთან იყოს სამეფოში იქაც შევიკრიბოს და ნელ-ნელა მივალთ იმ საკითხებამდე და პრობლემების გადაწყვეტამდე, რასაც ახლა მამა მირენი ამბობდა და მე რა თქმა უნდა ვიცი და უფრო მეტიც ვიცით, მაგრამ ჯერ არ შევხედივართ, იმიტომ რომ აი ამ წიგნს როგორც ახლა თქვენ აინახეთ ჯერჯერობით ისეთი ასე ვთქვათ აპრობირებული და დანერგილი არ არის ჩვენ სასწავლებლებში, თუმცა ერთადერთი არის საეკლესიო სივრცეში, რომელიც ქრისტიანული ფსიქოლოგიის ასე მეცნიერულად და კომპაქტურად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპაქტურად არის ასახული და მე სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ყველა მოწმისათვის და რა თქმა უნდა ჩვენს სასულიერო სასწავლებლებში, რომლებიც ბევრი გვაქვს, იქაც უნდა დაინერგოს. ამ წიგნზე ვერც მომასწარი მე უკვე სტეფანე ორი სიტყვის თქვა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ბევრი გამოსვლელი იყო და კიდე სამიც მოხსენება დარჩა, მაგრამ ამას შემდეგ კონფერენციაზე გავაშიფრებ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო მეუფეების თქვენი პოზიციის დაფიქსირება ასე სულიერად, ასე კომპაქტურად ეს ყველაფერი ჩავწერეთ და შემდეგი შეხვედრებიც მიეძღვნება ამ თემატიკის უფრო პრობლემატურ კუთხეებს, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ საქართველოს რეალობაში დგას ეს პრობლემატიკა, გავრცელდა უხვად სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, აი მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტის ხანებს, ჩაწერთ უბრალოდ ფსიქოთერაპია და ამოვა უამრავი მიმართულება. მთელი პარადოქსი ამის არის ის, რომ ეს მიმართულებები და სკოლები ერთმანეთს გამორიცხავენ, ერთმანეთს აკრიტიკებენ, საერთოდ უარყოფენ და ყველას ქვია ერთი სახელი. საზოგადოებამ ეს კარგად ამციცის და გონია რომ ფსიქოლოგიაზე რაღაც ერთი მოვლენა, თქვა როგორც მედიცინა არის. რომ როგორც იქ არის როგორ უნდა უკურნავო გულს, როგორ უნდა უკურნავო სხვა იმას ასე. არა. ეს არის ძირითადად მატერიალისტურ, ათეისტურ სოფლმეურნეობაზე დაფუძნებული სწავლება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, სადაც ფსიქე, ანუ სული, საერთოდაც გამორიცხული არ აღიარებენ ელემენტარულად, იმიტომ რომ სულის აღიარება მოითხოვს მეტის აღიარებას, რომელიც აღიარება უკვე რელიგიასთან მისვლა. ასე რომ ეს სკოლები არის ძირითადში მატერიალისტური, ერთი თუ გამოჩნდება რელიგიასთან რაიმე ახლოსყოფი, ისიც ეფუძნება ან თქვა პირობითად სინკრეტულ და ეკუმენისტურ გარბებას ღმერთის შესახებ, რომ ღმერთი ყველგანაა და ყველაშია, რაღაც ასეთ ხედვას და მართლმადიდებლობასთან შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ ეს მიმართულება არის დაპირისპირებული. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისათვის, დიდი მადლობა მეუფესტეფეს ამ უძვირფასესი წიგნის და ნაშრომის შექმნისათვის და იმედია კიდევ 3 ტომი არის და ისინი იხილავენ ისინათვის და ყველას დიდი მადლობა. პრინციპში კითხვები გქონდათ აქ, იმიტომ მოვიდნენ დამსწრეები, მაგრამ ვინაიდან